დღეს ცოტა ხნის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეერთებული შტატების სამხედრო საჰაერო ძალების უზარმაზარი სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი გლობმასტერი დაფრინდა. ცოტა ხნის შემდეგ კი ის სამხრეთის მიმართულებით გაფრინდა. ეს იყო გერმანიის რამშტაინის ბაზიდან, ანუ ამერიკული ბაზიდან გადმოფრენილი თვითმფრინავი, რომელმაც ჯერ საქართველოში დაჰყო ცოტა ხანი, ალბათ რაღაც ტექნიკური საწვავი რაღაც მომენტების გამო და შემდეგ გაფრინდა ახლო აღმოსავლეთის რეგიონისკენ. მოკლედ, ქოცებო deep state შეეკარით? ეს რუბიოს ზარის შემდეგ არის განხორციელებული. რა ხდება ქოცებო, რატო არ იღებთ ხმას? ომი გინდათ? საქართველოს ომში რთავთ? კობახიძე? რა გელაპარაკა რუბიო? რატო ხართ გაყურსულები? შეერთებული შტატების სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავმა გამოიყენა საქართველოს ტერიტორია ახლო აღმოსავლეთის რეგიონისკენ გადასაფრენად. რა ხდება? რუსეთმა რაო? ბორია. ეს ყველაფერი მეგობრებო, ამ ნიშნის მოგებით კი არ ვლაპარაკობ. მე მინდა გავაანალიზოთ ამ მომხდარი ფაქტის შედეგად, რა დღესია ქოძბანდა, რომელიც deep state-ს ხო ებრძვის თავის კოჯოგის დასადებილებლად. ხო ლაპარაკობს, რომ აი ამერიკის ელჩი შეუვარდა ვიღაც ღარიბაშვილის კაბინეტში და ომში ჩართვა მოსთხოვა საქართველოსი. ეხლა როგორ არის საქმე ქოცებო? ომში რთავთ საქართველოს? მიუხედავად ირანის ელჩის გუშინდელი აშკარა მუქარის განცხადებისა, ხო? რომელზეც ჩაჯმულებმა ხმა არ ამოიღეთ. აბა, სად არის პასუხი? რა პასუხი გაქვთ ქოცებო? ბორია ივანაშვილს ცალკე პოლონიუმის ჩაისი ეშინია პუტინის მხრიდან და ცალკე შეერთებული შტატებისაც ეშინია. თუ ამ ფაქტის მიხედვით ვიმსჯელებთ, ანუ ამერიკული თვითმფრინავის სამხედრო საჰაერო ძალების თვითმფრინავით საქართველოს ტერიტორიის გამოყენების ფაქტზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ბორიას ამერიკისა უფრო ეშინია. ასე არ გამოდის? და ეს რაზე მეტყველებს? ეს მეტყველებს იმაზე, რასაც მე კარგახანია ვამბობ. ამ ამბის